მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისწავლით თუ როგორ დავარეგისტრიროთ საქონელი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვებში, გაყიდვებში და სხვა ბიზნეს პროცესებში. პირველ რიგში, ვხსნით საცნობაროს და რეგისტრაციის მენიუში ვირჩევთ საქონელს. გამოგვიჩნდება ასეთი შესავსები ფორმა, რომელში არსებული ველებიც არის როგორც სავალდებულო, ასევე არასავალდებულო. განვიხილოთ სავალდებულო ველები. პირველი ველი არის დასახელება. აქ ვწერთ საქონლის დასახელებას. მაგალითად, სათვალე. შემდეგ ველში ვწერთ შტრიხ-კოდს. შტრიხ-კოდი ყველა საქონლისთვის უნდა იყოს უნიკალური, რომ მოხდეს მისი იდენტიფიკაცია შემდგომ გაყიდვებში, წარმოებაში თუ სხვა დოკუმენტში. შტრიხ-კოდის ველში გვაქვს ასევე რამდენიმე ღილაკი. ახლა კი განვიხილოთ თითოეული. პირველი ღილაკი ნიშნავს, რომ სისტემაში უკვე რეგისტრირებული საქონლის მაქსიმალურ შტრიხ-კოდს დაემატება 1, რასაც სისტემა ავტომატურად აგენერირებს და მასზე დაჭერით შემოგთავაზებთ ახალ შტრიხ-კოდს. მეორე ღილაკი არის EAN13. ეს არის 13 ნიშნა შტრიხ-კოდის საერთაშორისო სტანდარტი, რომელზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად ხდება შტრიხ-კოდის დაგენერირება, რომელიც ჯერ არ გვაქვს სისტემაში. შემდეგი ღილაკი გვიჩვენებს სკანირების დროს, რამდენად სწორად ხდება საქონლის წაკითხვა შტრიხ-კოდით. მეოთხე ღილაკის მეშვეობით შეგვიძლია, რომ უკვე რეგისტრირებული საქონლის ინფორმაცია ავტომატურად შევავსოთ. გადავდივართ DGG სტატუსზე, სადაც ეთითება სტატუსი და ქვედა მხარეს ველში ვწერთ თარიღს, რომელი თარიღიდან აქვს გააქტიურებული ეს სტატუსი. შემდეგ მოდის ერთეულების ველი. აქ ვწერთ თუ რომელ ერთეულში გვსურს საქონლის აღრიცხვა. მაგალითად, ცალი. შემდეგ მოდის ველები. ჯგუფი, კატეგორია, ბრენდი, ქვეყანა. ეს არის ინფორმაციული ველები, თუმცა არასავალდებულო. მაგალითად, ჯგუფი, რომელშიც შეგიძლიათ დააჯგუფოთ საქონელი. ეს უბრალოდ გამოიყენება იმისთვის, რომ რეპორტებში სხვადასხვა ჭრილში დავინახოთ მონაცემები. აქვე გვაქვს პარამეტრი დაშლადი, რომელიც უნდა მოვნიშნოთ თუ საქონელს ვყიდით არა მთელ რიცხვებში. შემდეგ გვაქვს საბაზო ფასის ველი, რომელშიც ეთითება საქონლის ფასი. შემდეგ გვაქვს კავშირების ჩანართი. აქ გამოგვიჩნდა საწყობების ნუსხა და ვირჩევთ შესაბამისი საწყობის ანგარიშს. შემდეგ ვირჩევთ მომწოდებლებს კონტექსტური მენიუს გამოყენებით და შეგვიძლია დავამატოთ რამდენიმე მომწოდებელიც. ბოლოს ვაჭერთ შენახვის ღილაკს და ამით საქონლის რეგისტრაცია დასრულებულია. ახლა ვნახოთ, სად შევძლებთ ჩვენ მიერ რეგისტრირებული საქონლის ნახვას. ვხსნით ისევ საცნობაროს და საცნობარო მასალის მენიუში ვირჩევთ საქონელს. აქ კი შტრიხ-კოდის გამოყენებით შეგვიძლია მოვძებნოთ ჩვენი საქონელი. აქვე შეგიძლიათ მასზე დაკლიკებით რედაქტირება გაუკეთოთ საქონელს, ან უბრალოდ გამოხვიდეთ. ახალი საქონლის რეგისტრაცია კი შეგიძლიათ ფორმის ზედა მარცხენა კუთხეში მდებარე პლუს ღილაკით. მადლობა, რომ გაეცანით ვიდეოს. გისურვებთ წარმატებებს.